ძმაო, როგორ ხარ? თავს უკეთ გრძნობ? კარგად ვარ. ქალბატონ ჩინარს სიმართლეს ვეტყვი და იმედია უფრო უკეთ გავხდები. უნდა დაელაპარაკო? ამ თუ ერთ სხვაგვარად ვერ მოვიშორებ. საკუთარ ცოდვებზე პასუხი უნდა ვაგო. შენ შვილზე რა სიტყვი? ომერს ხომ საფრთხე დაემუქრება? ჩემი შვილი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია. გონია მინდა რომ ომერს საფრთხე დაემუქროს? ცოდვაზე ცოდვას ხომ არ დავიმატებ? მაშინ სიმართლის თქმას როგორ აპირებ? თურგუთი ხომ დაგემუქრა ომერს გაუსწორდებიო? ყველაფერზე ვიფიქრე. როცა ქალბატონ ჩინარს სიმართლეს ვეტყვი, თურგუთს დაიჭერენ. ცეხიდან ვერც ჩემ შვილს დაუშავებს რამეს და ვერც სხვა ადამიანებს. კულელი უნდა დაისაჯოს. ოფისში უნდა ავიდე დეიდა აიშა. საღამოს შევხვდებით. ესმა. კარგ დღეს გისურვებ. იმედი მაქვს წარმატებული სამუშაო დღე გექნება. უღრმესი მადლობა დეიდა აიშა. დიდი მადლობა დეიდა აიშა. დეიდა აიშა. იცოდა საღამოს არაფერი დაგეგმო, კარგი? მინდა რომ სადღაც წაგიყვანო. კარგი. აბა დროებით. სადაც მეტყვი გამოყვები შვილო. სადაც თქვენ ხართ ჩემთვის ყველა ადგილი სამოთხის ემსგავსება. დილამშვიდობისა ესმა. დილამშვიდობისა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მომშვიდობა, ტირით? დიახ. არა, სიხარულის გამტირი. ჩემი მეგობრის ეტყობის გამო ბოდის გეხდით. თავი უხერხულად გაგრძნობინათ. არა უშავს, არც კი მახსოვდა. დაივიწყეთ. რა მოხდა? მნიშვნელოვანი არაფერია. გუშინ მე და ქალბატონი ესმა ჩემი მეგობრის რესტორანში წავედით. ახლა ხან გახსნა. თქვენ იქ არიყავით? ჩემს მეგობარს ქალბატონი ესმა ჩემი საცოლე ეგონა და რძალი დაუძახა. მართლა უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ძალიან სასაცილო. როგორ გამამხიარულა. არ მიწყინო, მაგრამ საჩენ და სად ესმა? შენს მეგობარს ეს რა მაფიქრებინა? რაღაც აქ მოსვლას მოუხშირე. ჩვენი ყავის გემო მოგენატრა? მომენატრა ჰალევ. თან ვიფიქრე წავალ იმ კაცს დავხედავ. ენა საკონტროლებს თუ ვერა გავიგებ მეთქი. კარგად მოგცეულ ხარ, მაგრამ იმდენი საქმე გაქვს. აქ მოსვლით თავი რატომ შეიწუხე? ხმას თუ ამოვიღებ, ამას მალევე გაიგებ. არ ინერვიულო. რაც გვემართება, ყველაფერი ჩვენი ენის ბრალია.
ეს გამოთქმა ხომ გსმენია? გსმენია თუ არა? ჩემი ენა 20 წელია ჩუმადაა, მაგრამ სული არ ჩუმდება. სინდისი მაწუხებს. ამერიდან ჩემგან დანდობა საღარელოდო ბატონო თურგუთ. ქალბატონი ჩინარი ყველაფერს გაიგებს. უკვე გადავწყვიტე. მოვბრძანდით დღემშვიდობისა. ალბომის შეძენა მინდა. რა ღირს? 25 ლირა. მაგრამ ფასდაკლებით 20 ლირად შემოგთავაზებთ. უღრმესი მადლობა შვილო. ინებეთ. კარგ დღეს გისურვებთ, თქვენც ასევე. ამაზე სულ ვოცნებობდი. როგორც იქნა საოჯახო ალბომი გვექნება. გესმის მაინც რას ამბობ? გინდა ჭკუიდან შემშალო? ძალიან კარგად მესმის. შენი სინდისის ძარღვი შეიძლება გაწყვეტილია, მაგრამ ჩემი არა. გაჩუმებას აღარ ვაპირებ. სიმართლე აქამდეც უნდა მეთქვა. აქ რა ხდება? სხვის საკუთრებაში ასე მოქცევას როგორ ბედავთ? რამე პრობლემაა ძმაო? გონია მეგობარს დაგაჩავრინებ? ალელ, აქ რა ხდება? ეს უზრდელი ვინ არის? არაფერია. პატარა პრობლემა გქონდა, მაგრამ მოვაგვარეთ. სამშვიდდით. დღემშვიდობისა დაო. მადლობა დაო. ასე ღიმილიანს რომ გხედავ ძალიან მიხარია. ღმერთმა სულ ასეთი ღიმილიანი გამყოფოს. აბა, რა ამბებია? რომ იცოდე რა ბედნიერი ვარ. ჩემ შვილებთან დროს მშვენივრად ვატარებ. გუშინ ბაღში ვითამაშეთ. დილით კი ჩეთინმა საუზმეზე დაგპატიჟა. როგორ მიხარია. ღმერთმა ასეთი ბედნიერი დღეები გიმრავლოთ. ეგ რა არის? წიგნია? არა. ალბომია. საოჯახო ალბომი. ყოველთვის მინდოდა რომ მქონოდა. როგორც კი დავინახე, გულმა არ მომითმინა და ვიყიდე. ჩემი და ჩემი შვილების საერთო ფოტოებით ავავსებ. დაათვალიერებენ და მომიგონებენ. ციხეში ერთ ქალს ალბომი ჰქონდა. ხშირად ათვალიერებდა. მე კი კეთილი შურით მშურდა. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო. საქმე რთულდება. ნეტავ თურგუთმა რაქნა. ჰალილს დაელაპარაკა? ხომ არ დავურეკო? არა. ჯობს სეჰერის საქმეს მივხედო. ჰალილს უჩემოდაც გააჩუმებს. რა კარგად მოვიქეცი, რომ აქაურობა ვიქირავი, არა?
ეს ბაღი ძალიან მიყვარს. საქმეების გადამკიდე ხშირად აქ დასაჯდომათაც ვერ ვიცლი. და შეიძლება ვეღარ მოვესწრო, მაგრამ ზაფხული მოდის. მეტი დრო გექნება. გამოხვალ აქ ჩამოჯდები და ისვენებ. და მომიგონებ. ეს რა ლაპარაკია? არ გწვენია? ბრძოლას აღარ აპირებ და სიცოცხლეზე ხელი ჩაიქნიე? ნახოთ ღმერთს რა გეგმები აქვს. დედა, რა მოხდა? საუზმემ ცუდად ჩაიარა? არა შვილო. ცუდად როგორ უნდა ჩაევლო? ბავშვებთან არაჩვეულებრივი დრო გავატარე. ძალიან კარგი დღის დასაწყისი იყო. ნეტავ ჩვენთან ყოფილიყავი. ჩეთინი გაიზარდა და კაცდა საუზმეზეც კი დაგვპატიჟა. ჩემი გულიანი შვილი. ეს მათ კარგ ხასიათზე იყო. სულ იღიმებოდა. ფიდან ყავა გამიმზადე. დაღლილი ვარ. ახლავე მოვამზადებ. დედა მოხვედი? მოუთმელად გელოდებოდი. ნეტა ვიცოდე რა მოხდა. სეჰერი ისევ გაჯიუტდა. გადაწყვიტა რომ დაწმას ყველაფერი უთხრას. გონი საბოლოოდ გაგიჟდა დედა. დედა არ შეგწივდეს. შიგნით ხომ არ შევიდეთ? არა შვილო. კარგად ვარ. ბედნიერებისგან დავფრინა. ქარი და სიცივე ვერაფერს დამაკლებს. ჩაი და ახალი ორცხობილა მოგიტანეთ, აბა გასინჯეთ. ესმა სამბები მოუყევი? სამსახურში რომ გააცილე. რა, ესმა ოფისთან მიიყვანე? გუშინგული გადამიშალა. ბავშვობის ტკივილი გამიზიარა. სკოლაში რომ არავინ აცილებდა. დედა რომ არ ჰყავდა ვინც ზურგს უკან ხელს დაუქნებდა. ძალიან განვიცადე. დღეს ამიტომ გავაცილე. კარგად მოგწეულ ხარ. წარმომიდგენია როგორ გაბედნიერდებოდა. ძალიან ბედნიერი იყო. ყველაზე მეტად იცი რა მიხარია. ოფისიდან ხელს მხიარულად მიქნებდა. ჩემი ანგელოზი დედიკო, არი დარდო. მალე ესმა დედას დაგიძახებს და უფრო გაგაბედნიერებს. სეჰერმა ეს როგორ გაბედა? რას ნიშნავს დაძმას სიმართლეს ეტყვის? სამწუხაროდ ასია დედა. გავიგონე თურგუთს როგორ ელაპარაკებოდა. ჩემი დაძმა იმსახურებს რომ სიმართლე იცოდესო. ჩემი შვილი რას მიკეთებს? მის შეჩერებას არ შეეცადა? წადი და იმ გოგოს დაელაპარაკე. ხელი შეუშალე. სხვა გეგმა მაქვს დედა. ამჯერად ხელი ჩვენ კი არა ჩინარმა უნდა შეუშალოს. დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ჩინარს ბავშვების ნერვიულობა არ ენდომება. მერე აქ რას დგახარ? არ ვიცი სეჰერს დაურეკავ თუ ჩინარს, მაგრამ იჩქარე. დრო არ დაკარგო. სეჰერი თუ ბავშვებს დაელაპარაკება, იცოდე ჯარს შენზე ვიყრი. ინებეთ ქალბატონო. გმადლობ შვილო. აქ დამიდე. უნდა გენახა გუშინ რა დღეში ვიყავით. პატარა ბავშვებს ვგავდით. ბურთგიჟებივით დავდებდით. ყველა ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. ყველაზე ბედნიერი მაინც მე ვიყავი. ღმერთმა ჩემი ლოცვა შეისმინა. მადლობა უფალო, რომ ჩემს შვილებთან დროის გატარების შესაძლებლობა მომეცა. დედა, ვიღაც გირეკავს. ნეტავ რატომ მირეკავს? გისმენ ზუჰალ. გამარჯობა ჩინარ, როგორ ხარ? მოსაკითხად დაგირეკე თან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრა. სეჰერი თუ შენთანაა, არაფერი შეიმჩნიო, კარგი? სეჰერთან დასამალი არაფერი მაქვს ზუჰალ. რისი თქმა გინდა მითხარე? შეიძლება არაფერს უმალავ, მაგრამ სამაგიეროდ სეჰერი გიმალავს. თურმე დაძმისთვის ყველაფრის თქმა გადაწყვიტა.
გავიგონე თურგუთს ელაპარაკებოდა. ვიფიქრე რომ ეს ამბავი უნდა გწოდნოდა. დანარჩენი თქვენი დედაშვილის საქმეა. ერთმანეთში გაარკვიეთ. აბა კარგად, ჩემო ძვირფასო. დედა, კარგად ხარ? რაც მითხრეს სიმართლეა, სეჰერ? დაძმისთვის სიმართლის თქმა გადაწყვიტა? ეს სიმართლეა, სეჰერ? ჩემი აზრი არაფრად ჩააგდე და ჩემ ზურგს უკან გეგმები დააწყვე? მიპასუხე, სეჰერ. მიპასუხე, შვილო. ზუჰალი სიმართლეს ამბობს? ჩემი ნებართვის გარეშე შენს დაძმასთან საუბარს აპირებდი? ჩემო მეგობარო, ზუჰალის სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. დამშვიდდი. ხელები გიკანკალებს. ჩუმად ნუ ხარ, სეჰერ. მიპასუხე. ზუჰალი სიმართლეს ამბობს? ჩემს სიტყვებს მნიშვნელობა არ მიანიჭე. გადაწყვეტილი გქონდა ბავშვებთან მისულიყავი და გეთქვა. დეიდა აიშე სინამდვილეში ჩვენი დედაა. ხომასია. ეს შეუძლებელია. ჩუმად ნუ ხარ, სეჰერ. მითხარი რომ ზუჰალი იტყუება. და შენ ასე არ მომექცეოდი. ჩუმად ნუ ხარ, შვილო. რაც გითხრა სიმართლეა, დედა. ჩინარ, ღვთის გულისათვის დამშვიდდი. ესე იგი სიმართლეა, არა? რაც უნდა გამეკეთებინა, გავაკეთე. დანარჩენს ჩინარმა მიხედოს. ასე არაა, დედა? სეჰერიც იმედია არ გაბრაზდება. კარგი, რძალო, კარგი. ახლა თავის ქებას ნუ დაიწყებ. არა, დედა, თავის ქებას არ დავიწყებ. ცოტა გულზე მომეშვა. იმ გველს არ ეყო, რაც გამიკეთა. და ახლა შვილიშვილებს ჩემი თავი შეაძულა. ჩემი შვილიც და მისი შთამომავლებიც ისე გავზარდე, როგორც სწორად მიმაჩნდა. მათ უფროსი ადამიანის პატივისცემა ვასწავლე. როცა პატარები იყვნენ, მიჯერებდნენ, მაგრამ ახლა სეჰერს შეხედე. ხედავ როგორ ჯიუტობს. იმ გველმა გონება მოუწამლა. უკვე არაფერი ეშველება. ასეთი გახდა. არი დარდო, დედა, ძალიან გთხოვ. სეჰერი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მართალი იყავი. ახლა ალბათ ჩემზეც ბრაზობს, მაგრამ რა ჩვენი ბრალია? ყველაფერს მათი კეთილდღეობისთვის ვაკეთებთ, ხომ ასია? ხომ გითხარი ბავშვებმა სიმართლე არ უნდა გაიგონ? ერთი სიტყვა არ წამოგცდეს მეთქი, სეჰერ? მითხარი? მე რა გიპასუხე, დედა? მომაკვდავ ადამიანს ზურგს არ შეაქცევენ. აუცილებლად მიგიღებენ მეთქი. გახსოვს? სეჰერ, არა, დედა. არ გავჩუმდები. ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს გიღალატე და ზურგში დანა ჩაგარტყი. ნუ გეშინია, დედა. გაბედე და სიმართლე თქვი. შვილების გარეშე საკმარისად არ დაიტანჯე? არ გინდა ბედნიერი იყო და შვილები დედას გეძახდნენ.
არა, სეჰერ. ამას არიზამ. ეს აზრი სამუდამოდ დაივიწყე. ჩეთინს და ესმას სიმართლეს არ ეტყვი. ამის გაკეთებას გიგრძელავ. რა მინდა შენზე უკეთ ვიცი. ჩემ საქმეში არ ჩაერიო. ბედნიერი როგორ ვიყო, ამას შენ ვერ გადაწყვეტ სეჰერ. გიგრძელავ. ერთ სიტყვასაც არ იტყვი. რატომ? მითხარი რატომ? სიმართლე რომ იცოდნენ, ყველაფერი კარგად იქნება. გული მეწვის რომ გიყურებთ. ნელ-ნელა სიკვდილი გიახლოვდება. და მარიციან რომ მათი დედა ხარ. შვილებთან ასე ახლოს ხარ. მხოლოდ სიმართლის თქმა გაშორებთ, მაგრამ ამის გაკეთება არ გინდა. გირჩევნია რომ მათთვის ნათესავად დარჩე. ხედავ რომ როცა საუბრობთ, მათი ნათქვამი ორიოდე სიტყვაც კი თავს ბედნიერად გაგრძნობინებს. როგორ შეგიძლია მოხვიდე და მითხრა გაჩუმდიო? იცი რამდენად რთულია ამ ყველაფერს უყურო და ჩუმად იყო? იცი დედა? შენ თუ იცი შვილებისგან შორს ყოფნა რამდენად რთულია. ან მათთან ახლოს ყოფნა, მაგრამ სიმართლის დამალვა. არ იცი. მაგრამ მე ვიცი სეჰერ. და ამ ტანჯვას თუ ვუძლებ, შენც უნდა მოითმინო შვილო. თუ დედა გეუბნება გაჩუმდიო, უნდა გაჩუმდე. გესმის შვილო? არ გავჩუმდები დედა. შენსავით არ მეშინია, სიმართლეს ვიტყვი. ჩემმა და-ძმამ უნდა იცოდნენ, რომ დედა ახლოს ყავთ. ვიდრე გარდაიცვლები ამის უფლება აქვთ. როგორც მე დაგიჯერე. გისმენ დაო, ესმა. საღამოს პარკთან შევხვდეთ. ხომ მშვიდობაა? გადაუდებელი საქმე მაქვს ესმა. ნიშნულოვანი. 7 საათზე შევხვდეთ. ჩეთინსაც უთხარი რომ მოვიდეს. რაღაც უნდა გითხრათ. ასე ნუ ნერვიულობ მეგობარო. სეჰერს არ გაუბრაზდე. შენთვის სიკეთე უნდა. თუ ასე ამხარი უნდა დამიჭიროს, ჩემ გვერდით არ უნდა იყოს. მისგან ხომ სხვა არაფერი მინდა. თავს ნოიტანჯავ მეგობარო. შენს ჯანმრთელობაზე იფიქრე. ჩემო ჩინარ. ჩემო ლამაზო მეგობარო. და სეჰერი და-ძმას ხომ არაფერს ეტყვის. ჩემს თხოვნას გაითვალისწინებს. დღემშვიდობისა შვილო. დღემშვიდობისა ბატონო ჰალილ. მინდოდა დედა შენთან შემევლო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამეგო. როგორ არის? კარგად. უნდა წავიდე, არ მიწყინოთ. კარგი შვილო, არ მოგაცდენ. დაგემშვიდობები. აშკარად რაღაც მოხდა. მედი ამ მშვიდობაა. გონი ხმას ძალიან ავუწია. მაგრამ მართალი ვიყავი. ასე არაა დაო. ჩემთან შეთანხმების გარეშე ეს როგორ გადაწყვიტა. სეჰერს გული ძალიან ვატკინე. საკუთარი ემოციები ვერ გავაკონტროლე. არა უშავს. ადამიანები ვართ. წავალ ცოტას ფეხით გავივლი. მოიცადე?
სად მიდიხარ? შვილებზე რომ ვფიქრობ, გული მისკდება. აი, სეჰერიც გირეკავს. ალბათ გულმა ვერ მოუთმინა. სეჰერი არ არის. ზუჰალი რეკავს. გისმენ ზუჰალ. დიახ. სეჰერს ველაპარაკე. გმადლობ, რომ შემატყობინე. დროებით. რა გითხრა იმ გველმა? ამბები აინტერესებდა, არა? ჩინარ, მოიცადე მეც წამოვალ. შენ აქ დარჩიდაო. მარტო დარჩენა მინდა. თან სეჰერს დავურეკავ და დაველაპარაკები. მისი ხმის გაგონება ცოტა დამამშვიდებს. ძალო. რა თქვა იმ გველმა? სეჰერს დაელაპარაკა? დაელაპარაკა დედა. როგორც ჩანს, დაძაბული დიალოგი ჰქონდათ და ერთმანეთს გული ატკინეს. ჩინარმა სევდიანი ხმით მიპასუხა. ცოტაც დაატირდებოდა. ხმა ჩაუწყდეს. აღარ იდარდა დედა. სეჰერი ერთ სიტყვასაც არ იტყვის. ჩინარი ადგილს მიუჩენდა. სიტუაცია როგორ შეიცვალა რძალო. აქამდე გვეშინოდა ჩინარს ხმა არ ამოიღო. ახლა კი პირიქით ვურეკავთ, რომ სეჰერი გააჩუმოს. იმედი მაქვს ღმერთი სიცოცხლეს მალე წაართმევს და ეს სანერვიულოც მოგშორდება. ცოტა დარჩა დედა. მალე ასეც იქნება. მისი დღეები დათვლილია. შენი ნუგეში არ მიშველის რძალო. ჩემი მოთმინების ფიალა ამოწურულია. იმედია დღესვე მოკვდება. კარგი. როგორც გინდა, მაგრამ თავს მიხედა. დღემშვიდობისა. თქვენს მოსაკითხად შემოვიარე, მაგრამ მგონი დავაგვიანე და მიდიხართ. გმადლობ. კარგად ვარ. მაგრამ თუ არ მიწყენთ, გავისეირნებ. თუ გნებავთ თქვენთან ერთად წამოვალ. არა. მეგობარმაც შემომთავაზა, მაგრამ მარტო დარჩენა მირჩევნია. რა ხდება? ომშვიდობა. ცოტა ხნის წინ სეჰერს შევხვდი, ისიც უხასიათოდ იყო. არ მკითხო, ბატონო ჰალილ. სეჰერმა დაძმისთვის სიმართლის თქმა გადაწყვიტა. ჩინარმა ის რომ გაიგო იკამათეს. ეშინია, რომ შვილები მის უდანაშაულობას არ დაიჯერებენ და ზურგს შეაქცევენ. გასაგებია. როგორც ჩანს, ვიდრე საკუთარ უდანაშაულობას არ დაამტკიცებს, სიმართლის თქმის ეშინია. მაგრამ სიმართლის დამტკიცების დრო არ აქვს. ერთი მხრივ სეჰერს ვამართლებ. მეორე მხრივ ჩინარისაც მესმის. არ ვიცი ეს ამბავი როგორ უნდა მოგვარდეს, ბატონო ჰალილ. ღმერთმა ჩინარსაც გამძლეობა მისცეს და სეჰერსაც. გამოსავალს ხედავ. ვიცი ეს სიტუაცია როგორ უნდა მოგვარდეს. კეთილი იყო შენი მოსვლა, ჩემო კარგო. თურგუთ? ძალო. თურგუთს რა სჯერს? არ ვიცი დედა. წავალ და დაველაპარაკები. გავიგებ რა ხდება. სამსახურის ამბებზე იქნება გაბრაზებული. ამ კაცს რა ვუყო? რა ვუყო?
თურგუთ. რა მოხდა ჩემო სიცოცხლე? ჰალილმა რა თქვა? ჩუმად იქნება? არ ვიცი ზუჰალ, არ ვიცი. თურგუთ. ეს რას ნიშნავს? როგორ თუ არ იცი? თუ ხმას ამოიღებს დავიღუპებით. კარგი ზუჰალ, კარგი. უფრო ნუ მაღიზიანებ. უკვე გადაწყვიდა. სიმართლეს ვიტყვიო, ასე მითხრა. ამას არ დავუშვებ. ძვირფასო, ამის უფლება არ უნდა მივცეთ. მესმის რომ ბრაზობ, მაგრამ ეს ამბავი სახუმარო არ არის. ვიცი ზუჰალ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ჰალილს ერთი კაცი მიუჩინე. უთვალთვალებს. ის კაცი რას გვიშველის თურგუთ? საქმე ბევრად სერიოზულადაა. ჰალილი ლაპარაკს რომ დააპირებს, გადმოგვირეკავს? ზუჰალ, ნუ მაღიზიანებ. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ. დადი ზუჰალ, წადი. დედა დაინტერესდება და საქმე უფრო გართულდება. რაც არ უნდა იყოს, ნებისმიერი სიტუაციიდან დაიზვრენ თავს. ჯოხი კი ისევ ჩემზე გადატყდება. მეც ხომ იგივეს ვისურვებდი სეჰერ. გოგონი არ მინდა რომ შვილებმა დედა დამიძახონ. სამწუხაროდ ძალიან გვიანია. ჩემთვის ძალიან რთულია მათთან ასე ახლოს რომ ვარ და შორეულ ნათესავად მთვლიან. სხვა გზა არ მაქვს შვილო. სამწუხაროდ სხვა არჩევანი არ მაქვს. ვერაფერს შევცვლი. ღმერთს იმისთვისაც მადლობას ვუხდი რაც მაქვს. იმედია გამიგებ. რამდენი რამ დაგვაკლდა დედა. უშინოდ არ გავიზარდეთ? უდედობამ გული არ მოგვიკლა? 20 წელი უდანაშაულოდ ციხეში არ იჯექი? ნუ თუ ეს ყველაფერი საკმარისი არაა, იმის დროც კი არ გაქვს რომ იმკურნალო. შვილებთან ახლოს ხარ და არ შეგიძლია უთხრა რომ მათი დედა ხარ. ნუ თუ ეს უფლისნებაა. არა დედა. ასე გულხელდაკრეფილი შენს ტანჯვას ვეღარ ვუყურებ. შენ ამას არ იმსახურებ დედა. რაღაც უნდა გავაკეთო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlarım hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda.